გამარჯობა. გამარჯობა. მოიხრი. კარგად. კარგად. გიორგი, მადლობა BMG-ს სტუმრობისთვის. პირველ რიგში, ყოველდღე წყალი შეგიძლია მიირთვა. თუ დაგჭირდეს ინტერვიუს განმავლობაში. პირველი ნერვიულობა ალბათ გადავლილია. პირველი ივენთი შედგა არკენასი. მოდი მითხარი მოლოდინები როგორი გქონდათ გუნდში. ალბათ შეიძლება მაგას ნაკლებად ფიქრობდით. ორგანიზაციული საკითხები უფრო მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მაინც ალბათ გულის სიღრმეში რაღაც მოლოდინები შეიქმნეთ და რა მიიღეთ ჯამში პირველ ივენთის შემდეგ. კი ბატონო, იდეაში ეს გააწყვეტილება რომ სპორტის სახლებში უნდა გამოგვეტანა ივენთი, ბოლოს ამ კურაში გადაწყვეტა. თავიდან საერთოდ სხვა გეგმა ჰქონდა, ვაპირებთ უფრო მცირე ზომის ღონისძიების გაკეთებას და შემდეგ ეტაპობრივად უკვე გაზრდას. თუმცა პროცესში გამოჩნდა რომ ხალხს დიდი ინტერესი ჰქონდა. ამ ყველაფერს მოყვანილი უკვე ბუკას ინტერვიუ და ჩავთვალეთ საჭიროა რომ გაგვერისკა და ბარემ უცებ მოგვიწვია გადაწყობა ამ ყველაფერზე რა. ანუ რაღაც რისკი საკმაოდ დიდი აიღეთ ხო ახლა სპორტის სასახლე და მისი გავსება არა საკმაოდ დიდი რისკი აიღეთ, თუმცა საბოლოოდ გავგვიმართლა. მოვიდა გულშემატკივარი და ისეთი ცეცხლი დაანთეს, რომელიც სიმართლედ არ წარმომედგინა თუ შეიძლებოდა რომ მომხდარიყო საქართველოში რა. ცოტა წარმოუდგენელი იყო კი ბატონო. პრაქტიკულად sold-out იყო, ხო? ბოლოს ცოტა იყო დარჩენილი, მაგრამ ბილეთები რო ნახე ბოლოს, მაგრამ მერე გაიყიდა ეს ხოლმე. რაც ჰქონდა გამოტანილი sold-out იყო, ერთი შესაძლოა დაუშვით, ორი პატარა ტრიბუნა ჰქონდა ჩაკეტილი, რომელსაც აუცილებლად გავხსნით შემდეგს. აი მართლა სიტყვით ვერ აღვწე, ისეთი ატმოსფერო შექმნეს ადამიანებმა, რომ ვერ ღონისძიებაზე ვერ ამყოფი UFC-თან დაწყებული სხვა ევროპული ღონისძიებები დამთავრებული და მსგავსი ატმოსფერო არც თამინახე შემიძლია პირდაპირ თქვა. ის კითხვები რომელიც გაჩნდა, რა კითხვებზე შეგვიძლია პასუხების გაცემა. მაგალითად, როგორი იქნება ფორმატები და როდის იქნება რკენა 2 მიდის მაგაზე მუშაობა? რა თქმა უნდა, მიდის მუშაობა. ზუსტი თარიღი ჯერ არ გვაქვს, თუმცა თებერვლის ბოლოს მართლაც იქნება რკენა 2. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა რომ არ დავამტყიოთ დიდი UFC-ს ღონისძიებას, იმიტომ რომ სტაფი სეტანტასი მუშაობს როგორც UFC-ზე, ასევე რკენაზე. და ველოდებით კალენდარს როდის დაიდება ეს ყველაფერი, შემდეგაც უკვე ოფიციალურად გამოვაცხადებთ. შემდეგ წელს გვინდა 6 ღონისძიების ჩატარება, ანუ ორ თვეში ერთხელ. თუმცა არ გამორიცხავს რომ მეტიც დავაორგანიზოთ. საბოლოო მიზანი არის მინიმუმ თვეში ერთხელ, საუკეთესო ვარიანტში თვეში ორჯერ. ეს შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ რკენა ქართული პროექტია საქართველოში მთავარი ჰაბი რკენაზე, თუმცა რკენა იქნება რეგიონალური. წავალ სხვა ქვეყნებში, იქნება ეს ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ტურქეთი. ასე ვთქვათ, გალით თუ გალით წავალ და აქაც ჩამოვიყავთ. უმეტესობა ღონისძიებები რა თქმა უნდა თბილისში საქართველოში ჩატარდება. თუმცა გვაქვს უკვე მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან, სადაც ვაპირებთ რომ ჩავიტანოთ. ბუკა იბრძოლებს თუ არა კიდე და ხო არიცი, ეგ ამბავი. რა შეგიძლია? ბუკა ფიქრობს. ალბათ ვარჯიშს სულ არაფერს არ აკეთებს, მაინც ვარჯიშობს. ამიტომ მალე გავიგეთ. თვითონ თუმცა რკენა 2-ზე ალბათ ცოტა ის არის. რკენა 2-ზე ნადრევი იქნება ყველა ვარიანტში, თუმცა თუ გააწყვეტავს მაგაზე ნაბიჯის გადადგმას, რკენას 3-ზე, რკენა 4-ზე აუცილებლად მოხდა.